ასე. გამარჯობა ძვირფასო. გამარჯობა. მომზადე საყვარელო მივდივართ. სად? ბანკში. ყველაფერი მზად არის. იუნერ მასწავლებელს ველაპარაკე და ერთ საათში ბანკთან უნდა შევხვდეთ. რომოცთან წავიყვანოთ. კარგი შვილო. მოდი ჩემთან. მოდი აგიყვანო. მე მოწავიყვანოთ, რომ ბატონმა დირექტორმა ნახოს რა საიმედო ოჯახიც ვართ. რა შვილო. ცოტა ადრე გავიდეთ, რომ მემო პარკში გავასეირნოთ. პარკშიც გავისეირნებთ. ილიას ფული სად იშოვე? დროს როგორ წელავს. ვიშოვე და მორჩა. შეთვის ამ მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს მოვაგვარებთ, ნუ დარდობ. ჩემ შვილს სახს მაინც მოვიდი. არა მემო? და შესანიშნავი სახლია, ძალიან მოგეწონება. ეზოც არაჩვეულებრივი აქვს. ვერ წარმოიდგენ რა სილამაზეა. ოთახი შენთვისაც შევარჩიეთ. ილოცე რომ სესხი დაგვიგეცონ. წარმატებას გისურვებთ, შვილო. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გაიხარე. მორჩა შვილო. წასვლის დროა. წამოდი. ილიას თქვენ წადით. მე ახლავე დაგეწევით, კარგი? კარგი, ოღონდ არ გვალოდინო. წამოდი შვილო, წავედით. და მოდი ამ საკითხზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. მოვედით. ცოტა ხანს დავისვენოთ. ჩემო პატარა. ჩემო ბიჭო. დაიძინე შვილო და ხუჭა თვალები. დაიძინე. დაიძინე. მამა შენს გოგონები მოსვენებას არ აძლევენ. ისევ მიცნეს ხედავ. არც კი ვიცი რა ვთქვა. გამოდის რომ დედაჩემი ფსიქიატრიულ კლინიკაშია დასაწვენი. ასია, აქ ვეღარ დავრჩები. საქმე გართულდა, ლამის ოჯახი დაინგრა. დაო ძალიან გთხოვ, თავიდან უნდა იწყებ. გემუდარები, დედაჩემი თუ ასე ეჭვიანობს, მამაჩემი აქ აღარ მოვა და ეგ იქნება. შვილო, ასე არ შეიძლება, ის მამა შენია. რა თქმა უნდა მოვა, რაც უნდა იყოს შენი ოჯახია. შენსა და შენს ოჯახს შორის ვერ ჩავდგები. ნუ მაძალებ. ყველა ჩვენი გზით წავალთ. უკვე ნერვები აღარ მყოფნის შვილო, მეც ვეღარ გავუძლებ. ბატონო ილიას. მოვიდნენ. გისმენთ? თქვენ ილიას ავჯი ხართ? დიახ. ფოტოგრაფი გნებავთ? ჩვენ თქვენი ერთგულით აყვანისმცემლები ვართ. სიმართლე გითხრათ, თქვენთან დალაპარაკება გვინდოდა. რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. სპორტის შესახება ძალიან მიყვარს. მოტოციკლის ყიდვა მინდა, მაგრამ რადგან გოგო ვარ, ნებისმიერ მოტოციკლს ვერ მოვირგებ. ზოგიერთი მძიმეა. როგორც პროფესიონალი რას მირჩევთ? როგორც პროფესიონალი არც ერთ მარკას არ გამოვყოფთი, მაგრამ ერთს გირჩევდით. მოტოციკლეტის შეძენისას მიწაზე ფეხს მყარად უნდა დგამდეთ. მოტოციკლეტის დამორჩილებას თუ შეძლებთ, მაშინ არც მისი მართვა გაგიჭირდებათ და უსაფრთხოდ გადაადგილებასაც შეძლებთ. ხომ გესმით არა? დაუგეუბნები, არ მოგეშვები. აქაურობას უშინოთ ვერ გავწვდები. მე რა გამეგება შალის, ჩხირების, ზაფების თუ ქსოვის? ერთადერთი რაც ცხოვრებაში მოგქსოვე, ეს მე მოსვიდერია. შენც ხომ კარგად იცი? მე ვის უნდა ვასწავლო ქსოვა? მომისმინე, ახლა მაგვიანდება, ილიასი მელოდება. ერთ საათში დავბრუნდები და მშვიდად დავილაპარაკოთ, კარგი? გთხოვ დამპირდი, რომ ჩემ მოსვლამდე არ წახვალ. გთხოვ დაო დამპირდი, შევთანხმდით? ჩემი საყვარელი დაიკო. გთხოვ. ჩემო კარგო, დაჯექი და დამელოდე. მალე მოვა და მშვიდად ვისაუბროთ, კარგი? წავედი. ბიონაძე რომ არ გახვედით. თუმცა გაგიმართლათ. გავიგეთ რომ ცილი დაგწამეს, ასეა? დიახ, სამწუხაროდ ასეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არაფერი დამიკარგავს. შემდეგ შეჯიბრზე კარგ შედეგს თუ ვაჩვენებ, ქულებში არსებულ დანაკლისს ავანაზღაურებ. ილიას მე მოსად არის? ასეა. ილიას. მე მოსად არის? İlyas oğlum nerede? მე მოსად არის ილიას?
სად არის? რამდენიმე წამის წინ აქ იყო. ასეთი უპასუხისმგებლო როგორ ხარ ილიას? ბავშვი ეტლიდან როგორ მოგპარეს? რა მოხდა? მემო სად არის? ჩვენი შვილი მოიტაცეს. პოლიცია გამოვიძახოთ. ორი გოგო გამომელაპარაკა. პოლიცია. ახლა პოლიციაში დარეგეთ. ბავშვი მოგტაცეს. პოლიცია სად არის? ახლა დარეგეთ. სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახეთ. გემუდარებით. სასწრაფოდ გამოიძახეთ. შვილო, ვიქცეთ. და ვიცი. რა თქმა უნდა გვაქვს კომისარო. ყველა ფოტო ტელეფონშია. შვილო. ხო, ძმაო. მე და ილიასი ბურსას პოლიციისგან ყოფილებაში ვართ. აქ რაღაც მოხდა. იქნებ მამა შენთან ერთად სასწრაფოდ მოხვიდე. ახლა ვეგესმის, იჩქარე. რა მოხდა? რას მემალოთ? ილიასმა ისევ რამე ჩაიდინა? არა, მე მოიტაცეს. მოისადეც გნარად მითხარი, ვერ გავიგე. მე მოიტაცეს? რა? რას იშავს მოიტაცეს? როგორ მოიტაცეს? არ ვიცი. ზაფერ. ძმაო, ახლა ჩხუბის დრო არ არის. ასიე ცუდად გახდა, საავადმყოფოში. ქალებს შეატყობინიან, რომ საავადმყოფოში წავიდნენ. სალიჰა და გიუნერ მასწავლებელიც იქ არიან. მისამართი მათ კითხონ. შენ კი ძიაბაჰათის მოკიდე ხელი და სასწრაფოდ განყოფილებაში მოდი. ოღონდ იჩქარეთ. თქვენ რომ დაგინახავენ, უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ, გესმის? კარგი, ახლავე მოვალთ, ახლავე. ჯანდაბა. და სასწრაფოდ საავადმყოფოში წადით, ასიეს მიხედეთ. მე მოიტაცეს. მამა სად არის? არ ვიცი, მე ხომ არაფერს მიბარებს. წამოდი, დაუჩქარე. წამოდი იფეკ. ალო, მამა. სასწრაფოდ ბურსას პოლიციისგან ყოფილებაში მიდი. ქალბატონი ასიეს საავადმყოფობის ისტორიას გავეცანით. საკმაოდ ბევრი ნერვიულობის გადატანა მოუხდა. მისი მდგომარეობა ძალიან მაღელვებს. მის ოჯახს თუ შეატყობინეთ. შესაძლოა ისეთი პროცედურების ჩატარება გახდეს აუცილებელი, რომ მათი თანხმობა დავშვირდეს. უკვე შევატყობინეთ, ბატონო სამი. მისი და დედა წუთი-წუთზე მოვლენ. გასაგებია. კარგად ბრძანდებოდეთ. გისმენ ილიას. ალო, სალიჰა. ასიე როგორ არის? გამოფხიზლდა? როგორც კი იხვიძებს, მაშინვე გული უჩქარდება. ამიტომაც ექიმებმა დამამშვიდებელი დაალევინეს. გარკვეულ ხანს ეძინება. თქვენგან ახალი არაფერია? არა, არაფერი. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ. ცდილობენ ამ გზით მიაკვლიონ. ბავშვს კი ვერ მიხედეთ. დროშას ავითხრით და ხელში გადასცემდით ერთმანეთს. ბიჭებო, ახალი არაფერია. არა ძიაბაჰათი ნეძებენ. ზაფერიც მოვიდა, შეგნით არის. ეს როგორ მოხდა? პარკში ილიას ორი გოგო გამოელაპარაკა. ამ დროს ვიღაცამ მეჰმედი ეტლიდან ამოიყვანა და გაიტაცა. სად არის ასიე? ასიე სუდად გახდა და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. თუმცა ნუღელავთ, სალიჰა და გიუნერ მასწავლებელი მასთან არიან. მამა, ვიდეო ჩანაწერი აღმოაჩინეს, წარმოგიდგენია რა საშინელებაა. მოგესალმებით, ბატონო ბაჰათინო. ძალიან მწუხარ, გმადლობთ. ხოლმე კაბინეტში შემოგბრძანდეთ. კარგი სალიჰა, ნახვამდის და გირეკავ.